იდეა ამ ვარჯიშის, რომლის შესახებაც მოგიყვებით ამ ვიდეოში, გამიჩნდა გარკვეული რაოდენობა წლების წინ, როდესაც ერთ-ერთ საცმელ გასართობ გასვლაზე ვიყავით და მუშაობდით ტაიმერთან ერთად. ანუ რას წარმოადგენს ახლა ეს ვარჯიში? ანუ ვარჯიში იწყება მანძილიდან დაახლოებით 15 მეტრი, რატო ამ შესახებ ცოტა მოგვიანებით მოგიყვებით. სამიზნე ამ შემთხვევაში არის ტერორისტი მძევალი, ხოლო ზონები, სადაც უნდა მოვარდა ტერორისტს, არის ხერხემალი და თავის ტვინის წინა პროექცია. ტაიმერი იყენდება რეჟიმში, როდესაც უცნობია, როდის დარეკავს ზარი და რენჯ ოფიცრის ბრძანების შესაბამისად 15 მეტრის მანძილიდან მსროლელი რთავს ტაიმერს და იწყებს მოძრაობას სამიზნის მიმართულებით იარაღით ხელში ჰაირედი პოზიციაში. როდესაც ტაიმერი დარეკავს, მსროლელი ახორციელებს ერთ გასროლას, რომელიც უნდა მოხდეს ასე ვთქვათ, ამ სასიკვდილო ზონებში, ანუ ხერხემალში, ან თავის ტვინის ზედა პროექციაში. ანუ რაში მდგომარეობს ამ ვარჯიშის მუღამი და რა არის ამ ვარჯიშის დანიშნულება? ანუ პირველი რა თქმა უნდა არის ის, რომ მუშაობ ტაიმერთან ეს უკვე სტრესის წყაროა, ასე ვთქვათ, სამიზნე არის საკმაოდ პატარა, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა სტანდარტულ სამიზნეს არ ვიყენებდით, პრაქტიკულად ადგილზე ვამზადებდით კუსტარულად, მაგრამ არ უნდა ცდებოდეს რეალისტურ ზომებს, ანუ ჩვენ შემთხვევაში ეს კიდევ უფრო პატარა სამიზნეებია, რაც ართულებს ამ ვარჯიშის შესრულებას. ამას ყველაფერს ასევე ემატება გადაადგილების მომენტი და ეს ყველაფერი მუშაობს იმაზე, რომ მსროლელს გამომუშავდეს უნარი განახორციელოს გასროლა, როდესაც ამას სიტუაცია ითხოვს და არა მაშინ, როდესაც ასე ვთქვათ, ის რაღაცა წინასწარ ამისთვის მზად არის. იმიტომ რომ გადაადგილებისას თქვენი ხსეული შეიძლება იყოს სხვადასხვა მდგომარეობაში და მოკლედ უნდა მოასწროთ, რომ ამ ზარზე ესე იგი შეწყვიტოთ მოძრაობა, ან მოძრაობიდან განახორციელოთ გასროლა. მაგრამ ეს გასროლა უნდა იყოს რეზულტატიური. ეხლა მაშინ მე მომეჩვენა, რომ ამას ყველაფერს, ანუ რაღაც გარკვეული აზრი და შინაარსი ქონდა. დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც მაგდაგვარი უკვე არსებობს აღწერილია და ვიღაც მოგონილია და მე ამ შემთხვევაში პიონერი არ ვარ. მაგრამ ხო გეუბნებით იმ დროს და იმ მომენტში მე მომეჩვენა, რომ ამას ყველაფერს რაღაც აზრი და შინაარსი ქონდა. რავი, თუ მოგეწონათ ეგ იდეა, ცადეთ და მე რავი, მომწერეთ, მითხარით რა გამოგივათ. ანუ ჩემი აზრით, წამის ქვევით შედეგი არის კარგი ამ შემთხვევაში და შეიძლება გამოიყენოთ როგორც გრძელი, ასევე გამოკლე იარაღი. ვინაიდან მაშინ უზომოდ პოპულარული იყო სერიალი Walking Dead, ამ ვარჯიშის შესაბამისად დავარქვი Walking Death, ანუ მოსიარულე სიკვდილი. ვა, დაიცალა. მოკალე.